ახლა კი სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ უმაგრესი გოგო. ნიკოლოს ხო მეტახ? აბსოლუტურად. ჩვენი კოლეგა და რა თქმა უნდა მეგობარი, აბსოლუტურად ყველა გადაცემის წამყვანი რუსთავი 2-ზე, პალატას და ნიკას შოუს გარდა, თიკა ფაცაცია. ნულეს იყო დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე რომ თუ იქვე ამთავრებ ჩემს სტუმრობას და მე არ ვარ თანახმე, მე დავიშვა. შეგენაცვალე მაშინ. ხოთ მიმას. ალბათ ჩვენმა მაყურებელმა შეამჩნიაო რომ მე მყისვე დავჯექი ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე. იმიტომ რომ დავждარი ჩემზე მაღალი ხარ და ვიქნები აქეთ ჩემთვის მე. ნიკა ჯიუტობდა თუ შეატყო. აბა აი ხედავ. არა, მე მაინც იმერელი რო ნიკას ქონდა ესეთი მოძრაობები. რომ მაღალი მე გამოჩნდა. მაინც იმერელი რო კიდევ ერთხელ დავაფიქსირე როგორი მაღალია თიკა. ხაზი გაუსვი. ხაზი გაუსვი. ხაზი გავლებულია. ღმერთო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ასეთ შეუხედავებს გვაღვიქს ერთი აკენოსივით ადამიანი იქნება ვინმე გადმორთოს. მადლობა. არაჩვეულებრივად გამოიყურება. კაცების განდები. აპლოდისმენტები. ნიკას კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. ესეც იმიტომ თქვი ჩემო ნიკოლოს და თავად ვერ დაიწყებდა ჩვენ გამომდინარე და აი აუცილებლობისთვის ვათქმევინე. გინდოდათ კომპლიმენტი თავიდან შემოვალ. სცენარი არ ვიცოდი. არა ეს დაწყებაც ასეთი იყო დამთავრება გვექნება კიდე ასეთი რა. დაახლოებით. სხვათა შორის სიკა ზეგან ხუმრობით კითხვა ნახევრად ხუმრობით პაატამ ის ამბავი რომ ნიკას და პაატას და ნიკას შოუს გარდა თითქმის ყველა გადაცემა გაქვს. მაგრამ ჩემი სახელობის შოუ არ არსებობს, ასე რომ თქვენ მიიღეთ კომპლიმენტები. ნიკას შოუ არ არსებობს. მიყავს ისეთი აქტიური ხარ ყველგან რომ ყველა შენი სახელობის არის. რა ვქნა, მოუსვენარი გოგო ვარ. ისეთი ექიმების გარემოცვაში ხარ. ასევე ძალიან ბევრ არხებზე ასეთი გაძინა რაც არ უნდა პროფესიონალი ლაპარაკობდეს, მაინც შენ გიჯერებ ყველაფერს. ჩაულებრივად მე ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ შენ ხარ რუსთავი 2-ის წამყვანი. წამყვანი. სხვათა შორის ერთხელ მე თვითონ ვიყავი ანალიზე მისული, დილის 10:30-ია და დედა 2 ბავშვით მომადგა და ჩვენო თქვენთან ვარ ჩაწერილებიო და ვიფიქრე ალბათ გადაცემაში მოდიან ჩაწერაზე თქო ვერ მივხვდი და უი მეთქი რომელ გადაცემაში მოდიხარ თქო არაო თქვენთან როგორც პედიატრთანო ბავშვები ჩამეხუტენ ფეხებზე ერთი ფეხზე მეორე ფეხზე მე ვთხარი მე მგონი აქ აგერიათ მე ექიმების გადაცემის წამყვანი ვარ მე თვითონ ექიმობა ჯერ არ შემითავსებია თქო მაგრამ ცოდნა მაქვს მე მომწონს მაგალითად სადმე ექიმთან რომ ვიხარ და თიკა რომ შენთან ვინარი როგორ მოიხედავ მოდი ვთქვათ რომ თქვენ ხართ წამყვანი რეიტინგის მქონე გადაცემა ჩვენა თიკა ერთი კითხვა ამისთვის გვინდოდა რომ მოსული დიახ აი ეს ნაწილი ჩამიგდეს სცენარის ეგენაცვალე როგორ ჩენი შემოსვლა და კომპლიმენტები იყო ესე ჩაისმება რამოდენიმეჯერ ამ გადაცემას რა მაინტერესებს ოღონდ მან ძალიან ბევრი ის აქვია ექიმები შუადღე თუ თავის მეგა შოუებით დამთავრებული დილა მშვიდობისას დილა შუადღე ექიმები მეგა შოუ ტელევიზორ როდის გძინავს ერთი გაფიცებ ყველაფერს სხვათა შორის ერთ-ერთ გადაცემაზე რომ ვერ მოვედი გემახსოვრებათ ბატონო და რატო ვერ მოვედი პატარა შეეძინა წუხადელი ღამენათევი არისო და შუადღისით წამეძინა არა მე რა და როცა დილა მაქვს რომ ვიღვიძებ ამ შუადღეს ვერ ხვდები რა დღეა რომელი საათია სადღაც მეჩქარება ვგრძნობ და სად მივდივარ ეს არის რაღაცა საოცარი მე მგონია შენ რო გძინავ სარეკლამო გაჭრების დროს ხო და მინდა ვთხოვ რომ ცოტა გაზარდეთ ის რეკლამები იქნება წაიძინოს ადამიანმა არა სხვათა შორის რეკლამაზე საერთოდაც არ მძინავს აი მძინავს მაშინ როცა არის საშუალება მე მივხვდი ერთ რაღაცას რომ ჩემი საქმიანობა იმხელა სიამოვნებას ბედნიერებას მანიჭებს რომ
როგორც კი ჩაირთვება ეს შუქები, რაღაცა პირდაპირ ხვდები გამწყინებული და ალბათ ეს არის მთავარი საიდუმლო, თორე რა თქმა უნდა პრობლემა რაღაცა არასასიამოვნო რაღაცები ბუნებრივია ყველა ადამიანის თავს ხდება ხოლმე და მაგრამ მე არ ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ეს მივიდეს მაყურებელთან. და იმდენად მჯერა მე ამის რომ კარხასიაძე ვარ ახლა ამ მომენტში და თუ მართლა ვარ უკვე ვეღარ ხვდები ხოლმე. ვეღარ გავიგე. ვეღარ გავიგე რომ აი ეს. მე აბსოლუტურად გეთანხმები. სულ ამობ ხოლმე რომ ახლა ჩვენ პირადად აი თუნდაც ჩვენ სამივე იმ პოზიტიური როცა ხარ ადამიანი ხო ახლა ყველას გვაქვს ყოფითი პრობლემა მაგრამ ადამიანს რო უყურე თვითონ რო გაღიმებული ხდება შენც კიდეც რო გეღიმებოდეს გულში უნდა გავუღიმო მაინც და და შენ რა მასწავლე იმ ერთი კაი ბძენი კაცივით თუ პრობლემას ეშველება რატო ნერვიულობ და თუ არ ეშველება ხო საერთოდ არ უნდა ვინერვიულობ ხედა აი ეს და კიდე ერთი არის კიდე დილით ადრე ადგომა არის ეთყობა კარგი ანუ ვერ გეტყვი ხა. მე მაგალითად დილით ადგომა ისე მიჭირს ვაფშე არ ვიძირებ იმ საღამოს რომ უნდა ავდე. ძია ბიოლოგიური ის არის ეთყობა შენი ეს რომ არა ხარ დილის ადამიანი. მე მაინტერესებდა დავიწყი რა მიუხედავად იმისა რომ კახელი ვარ შევეცადე რომ უშმაკურად დამეწყო რომ შენი ახალი სიმღერა ასეთი სათაურია ბედნიერების მჯერა და კიდევაც აი გაამართლა და ახსენე რომ იმდენად ბედნიერებას მანიჭევსე და ჩვენი გადაცემა იუმორისტული არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ისეთი სევდიანი ხალხი ვართ, კაცო და ესე გულზე მოგხვდა. ესე არ არის, აი ნაკე როგორ იცრემლება უკვე. ცალი თვალი. უკვე მოვჭი. რამე დაუყარი ბიჭებო ისეთი. კარგი, მითხარი, რამდენი რაღაც შეიძლება ამდენი წლების მანძილზე გადაგხდენო და პირდაპირ ეთერში რა შეიძლება რამე გაიხსენო ისეთი უხერხული მდგომარეობა ან რა ვიცი რაღაც ისეთი. არაფერი, სულ ყველაფერს აჩემოთ ვაბრუნებ ხოლმე. არაფერი ისეთი არ ყოფილა ხრაზე ჩემილია მოგიყვეთ, სულ მიჭირს ხოლმე ეგეთი რაღაცების გახსენება. რა აი ჩემი ბედნიერების სათავე რაშია, იცი რომ რაღაცები რაც შეიძლება უსიამოვნო ყოფილიყო, ამას ხელვა გამო ყველაფერი მავიწყდება, მოკლე მეხსიერება მაკუთხით. და ამიტომ სულ კაი რაღაცებს ვეჭიდები ხოლმე და ისინი არ მახსოვს რაც შეიძლება უხერხული ყოფილიყო ან რაღაცნაირი. ხო და ამიტომ მოსაყოლით ხება ჟორის მე გეთანხმები შენ. ბაბუაჩემ 86 წელს გარდაიცვალა და ცოცხალი უკარი არ მახსოვს. ხან მოვისწრება და უძახი ხოლმე სახში ბაბუას არ გამოდის. ვაი თუ გამოგხედა? აი მიყო ბევრი გადაცემა, რომ ყველა გადაცემა თითქმის ყველა გადაცემა აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად მიყავდა. ეხა არჩილი რო არ ვახსენოთ, არ გამოვა. და მოგვიტევოს რომ დღეს მოგვიწია დაშორება, თუმცა ჩემო არჩილ ისევ და ისევ მის შემოქმედებას რომლისთვისაც დღემდე ვერ დამიჯერებია, როდის ძილზე თავი დავანებოთ, სად გადაიღე, როდის გადაიღე, როდის მოახერხე, არ ვიცი. აი ამ ყველაზე რთულ გრაფიკში ჩავსვით ეს გადაღებები, თან წარმოვიდგინე, უნდა დაგვემთხვევა, კარგი ამინდიც. კი ბატონო. და რამდენი ხანი იყო ეს წვიმების პერიოდი, ხო გახსოვთ? თან ეს ყოველას უნდა ქონოდა ეს რამდენიმე დღე, რომ წავსულიყავით გადაღებ ჯგუფსაც და არჩილსაც და მეც და ჩემ ძმისშვილსაც და მოკლედ კოსტიუმიც უნდა კოსტიუმს ველოდებოდი, აი კოსტიუმი დამთავრდა ზუსტად სადღაც დღის 3 საათზე და არა და მინდოდა დილიდან გასვლა. დღის 3 საათზე დამთავრდა, ძლივ ჩავასწარით, გზაში უყურებდი მზის ჩასვლას და ვრეკავდი, რომ ჩქარა ესეთი მზის ჩასვლა გვინდა, ხვალაც თქო. რაღაცნაირად დაიჭირეთ ახლა ეს მომენტი, რომ რომელ საათზეა ზუსტად ეს მზის ჩასვლა, რომ ჩვენც შევძლოთ ამის გადაღება თქო და მოკლედ რაღაცნაირად ერთ დღეში გადავიღეთ ჩვენ ეს ვიდეო რგოლი და ზუსტად საქართველოს ხმა გადიოდა თან მაშინ. და რუსაც ხო რა თქმა უნდა ყოველ სამშაბათს აქ ვიყავით უკვე პირდაპირ ეთერები იყო დაწყებული და რუსა ელოდებოდა ამას დიდი გულის ფანცქალით და წინა სამშაბათს რომ მითხრა რა შვებიო და მე ვითხარი ვშვებით ხო კი ყველა და მეორე სამშაბათს რომ მოვიდა გამომხედა მე ვითხარი კენით ხო ოღონ სანამ არ დასრულდა საბოლოოდ არ ვანახე და იქ ყველასთან ერთად იხილა რუსამაც პირველობა და ისევ ნერვიულობდი იმიტომ რომ ერთი რომ რაღაცას ისე აკეთებ ჩუმად კონსპირაციულად რომ ვერან ვერ გაიგოს და მეორე ის იმ ადამიანებს უნდა აჩვენა ვისი პროდუქტიც ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს და
ბოლოს უკვე რომ მივედი ამ პრემიერაზე, არც ვიცოდი რა ემოცია უნდა მქონოდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რასაც შენაკეთებ და შენიცი და წარმოგიდგენი და მეორეა ხალხი როგორ აღიქვავს ამ ყველაფერს და ძალიან დაემთხვა და ეს იყო ჩემი ბედნიერების ალბათ მწვერვალი, რომ ვთქვი, დაემთხვა ჩემი ჩადებული რაღაცა ყველაფერი ის ატმოსფეროაც ტრიალებს სიმღერაში და ამ საოცარ გაოკესტებაში და უკვე ვიზუალური მხარე ძალიან შეიკრა. მოკლედ და არჩილი ახსენე შენ და არჩილი იყო თავარი თვალი ასე ვიტყვი და თავარი იდეოლოგია ამ ყველაფრის უკან ვიდეოს გულისხმობ და შეუძლია მასეთი ამდენი. შეუძლია ბევრი რამ და რაღაცნაირად მიმართლებს საუკეთესო ადამიანები არიან ხოლმე ჩემს გარშემო და რეჟისორი დავარქვათ, ხო ასე? რეჟისორი არის მახო ყიფშიძე, თუმცა კრეატიული დირექტორი ამ ვიდეოსი არის არჩილი და იდეები, სადაც თქვენ ხვდებით, რომ ეს გოგონა არის ჩემი ბავშვობა, არჩილის მოფიქრებულია. ო, ძალიან სენტიმენტ ძალიან ნიჭიერია. საოცარ. კარგი, საკან სენტიმენტებზე. მისთვისაც ადებიუტო. ბრავო. ნამდვილად არჩილ მადლობა. ნამდვილად კარგი იყო, ნამდვილად კარგია და რაღაც სენტიმენტებზე საუბრობდით ახლა თიკა ზოგადად სანამ ტელეწამყვანი გახდებოდა, მანამდე მღეროდა. კი. ესე იყო ნამდვილად. მივხვდი რატომაც დაჩეკი. შეიძლება ის მაღალია იდგეს. დედა იყო მაღალი. დამძან თქვენ დამძან. არა, დააჭეკი დამძან. რატო ვერ მიეჩვიე ხო ესეთი განსაკუთრებული ფოტოშოპი. დიახ, რაღაცას ამბობ. კარგია. მე მგონი შეიძლება ჭკუაშის დაგიჯდეს და იყვარს თემოდან გიყურებენ ხო? გაიგეთიკა ჭკუაშის დაგიჯდეს შეიძლება და აი ბიჭებთან ერთად ერთი სიმღერაც გააკეთო. რატომაც არა, რატომაც არა. რატომაც არა. მე ვიცი რაც წერს, დამიჯერე. ეგრო წერს და იმიტომ ამდენი წელია. აი ამ სიმღერა დაიწყო ჩემი ამ ჟანრთან ურთიერთობა და მე არაერთი სიმღერა შეთანაც ხო ვიმღერე. და მაგრები ყველა ერთმანეთზე უკეთესი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, რატო შეკრიბეთ ჩვენ ტელევიზორებს ვეუბნები ახლა რაშია საქმე. მოკლედ თიკას ეს მშვენიერი სიმღერა კლიპით ურთ უნდა ვნახოთ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ბედნიერების ჯერა. თუ ვინმეს არ ჯერა, ვისაც ჯერა გვაცხადეთ. კი ბატონო. დიდი მადლობა პირიქით. ამ შემთხვევაში რადგანაც ვიდეო პრემიერა უკვე გქონდა, მოდი რომ ამ ვერსიით ჩვენი გადაცემის ისტორიაში დარჩეს ეს. და აი ეს ჩვენი მინიატურული სცენა და სულ ბედნიერი იყო. არ მიმღერია ეს სიმღერა არსად ჯერ. პირველად ვიმღერებ ახლა. აჰა, ესეც მე ვარ.